საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. Mr. Mikhail Saakashvili. We apologize, we have no voice of the president. They will eradicate the shortcoming very soon. Sorry. There is no sound, no voice. We are sorry. Система. The system მთავრობა იცვლება in which the government is being changed not by დრამატული bullets, not რევოლუციებით, by tanks, not by dramatic revolutions, or by არამედ უბრალოდ roses. ბიულეტენებითა და ნორმალური არჩევნებით. ქალბატონებო და ბატონებო, პარლამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას. ეს იქნება უფრო დაყოფილი, უფრო დაბალანსებული და უფრო მკაფიო იყო ვიდრე წინამოწვევის პარლამენტი. იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს ოპოზიციის ბევრმა არჩეულმა წევრმა და ზოგიერთ თქვენგანს ვხედავ ამ დარბაზში და მაშინ როცა შემოდიოდი პარლამენტში 2008 წელს თქვენი დექით გარეთ, იმიტომ რომ უარი თქვით საკუთარ მანდატზე და დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ყველანი აქ ხართ. აქ სხვა კლიმატია, სხვა ატმოსფეროა, შეიძლება ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე გარეთ ხარჯზე დგობა. ჩვენ ყველანი ვხედავთ იმ კაც და რთულ დებატებს, ნებათა ხელით მოცულ არგუმენტებს, რომლებიც ამ დარბაზში დაედევს ბინას. ჩვენ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ. არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ჩვენ განსხვავებულ პოზიციებს გვაქვს. და მომავალში ეს დარბაზი ძალიან ცოცხალი ადგილი იქნება. ასთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულება არ გაქრება. მაგრამ ჩვენ ეს ინსტიტუციურ ჩარჩოებს და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოვაქციოთ. 2008 წელს ზოგიერთი თქვენგანი წინამოწვევის პარლამენტის გახსნისას აქციებში იღებთ მონაწილეობას. ახლა კი თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, რომელთაგაც ნაწილი მაღალ თანამდებობას უმიზნებთ. ქალბატონებო და ბატონებო, სისტემას აქვს ერთი დიდი უპირატესობა. არჩევნების გზით მთავრობის რეგულარული ცვლის გარეშე
როგორი ეფექტური და მაგარი მთავრობაც არ უნდა იყოს. ის როგორც არ უნდა ყავდეს ქვეყანას აი წარმატებული მთავრობა. მთავრობა ეუბნება თვითონ ხალხს თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ახლა თვითონ ხალხი მთავრობის ხმის გარეშე თვითონ დაინახავს ყველაფრის ფასს. განსხვავებასა კარგსა და ცუდს შორის. ეს არის დემოკრატია. სამუშაო პროცესი ეს იმ ინსტიტუტების ინკლუზიურობას წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ ააშენა. ჩვენ ქვეყანაში ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს. ისე როგორც ეს არის დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოებში. ამ შემთხვევაში არსებული მენტალიტეტი გამარჯვებული იგებს ყველაფერს, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ახალგაზრდა დემოკრატიებისა გარდამავალი ქვეყნებისთვის ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გაქრება. ამ შემთხვევაში ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გაქრება სიტუაციის დამძაბველი ის სამოქალაქო ომისეული რიტორიკაც, რომელიც ახლა შემოქმნილ პოლიტიკურ ლანდშაფტებს ახასიათებს. ამ შემთხვევაში საქართველოს ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია, რომელიც აუცილებლად გაიღება თავისი ბუნებრივი ადგილსამყოფელის ევროკავშირის კარი და ჩვენსავე ძალისხმევით, ჩვენი ერი აუცილებლად დაუბრუნდება მის ისტორიულ ოჯახს. ამისათვის თითოეულმა თქვენგანმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ინსტიტუტებს, პატივი უნდა სცეს ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა სცეს საკუთარ ოპონენტებს. გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაში ხართ. ხოლო ის ვინ დღეს ოპოზიციაშია, შესაძლოა ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს, თქვენ წარმოიდგინეთ. ყოველივე ეს არის ის, რაც ჩვენ ყველა მეტად უნდა ვაღიაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ჩვენ ხალხო არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი და გესლიანი და ალბათ ყველა მხრიდან. მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერთს წარმოადგენთ. არა მის ნაწილს, მთელ ერთს, მრავალ ეთნიკურ ქართულ საზოგადოებას. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო. ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა. დაგვიდგა დრო, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, როგორც ლაპარაკობით, გავაგრძელოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის პროგრესი, განავითაროთ ჯანდაცვა, გავაგრძელოთ ჩვენი ტრანსატლანტიკური მისწრაფებები და ევროპული ინტეგრაცია, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. დეოკუპაციას და დავიცვოთ ჩვენი სუვერენიტეტი. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში. მე ვუსურვებ უმრავლესობას არა მხოლოდ არაფერი არ დაანგრიოს და გაუარესოს, რაც დარწმუნებული არ გსურთ, არამედ შეძლოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მიეცით. ხოლო უმცირესობას ვუსურვებ, რომ ჯერ ერთი იყოთ ოპოზიცია, რომელიც მთავრობას დაეთანხმება, როცა მთავრობა სწორია. და იქნება კონსტრუქციულ ოპონირებაში, მაგრამ იქნება აბსოლუტურად მოუსვენარი და შეურიგებელი. როცა არ ეთანხმებით და როცა თქვენი პოზიციები გაქვთ, მაგრამ იმ პირობებში, როცა არასდროს არ იქნებით თქვენი ქვეყნის ოპოზიცია, არის სურვებთ, რომ კრიჭაში ჩაუდგეთ საკუთარ ქვეყანას. არ გაგიხარდებათ ქვეყნის მარცხი. კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გითხრათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდა განსხვავება ჩვენ შეხედულებებს შორის, ან იმას, რომ ჩვენ უცებ ყველა უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს ისე საკითხებზე, რომელსაც ვერ დავეთანხმებით და არ დავგეთანხმებით. ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო უფლებების, უმცირესობების უფლებების, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. აქ არის წარმოდგენილი ორივე პოზიცია. ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს პარლამენტის კედლებში. როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ევროპელი გამართლებელი და პოლიტიკური ლიბერალიზმის ფუძემდებელი მონტესკიე წერდა: თუ კი ქვეყანაში ერთდროულად ეთანხმება ყველა მთავრობასა და ერთმანეთსაც, ეს სახელმწიფო აღარ არის, ეს უკვე სასაფლაოა. ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ნამდვილად არ იქნება არასდროს სასაფლაო. ეს ჩვენი ქვეყანა არის სიცოცხლის სავსე ადგილი, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის და კრიტიკის გამოთქმის არა მარტო უფლება, არამედ ძლიერინებაც. კონდეს განსხვავებული აზრის კულტურა. ეს არის ჩვენი დემოკრატიის სოციალური ბაზისი. ეს არის კანონის უზენაესობა და კონსტიტუციის პატივისცემა. ეს ორი პრინციპი საქართველოს კონსტიტუცია დემოკრატიას ასევე განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერ დემოკრატიას სოფლიოში. ძვირფასო პარლამენტის წევრებო. დემოკრატია ყველგან და ყოველთვის მიმდინარე სამუშაო პროცესია. და ახლა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციისკენ. რათა უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირ გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე. აი რომ შემოვიდი, გარეთ იყო მიტინგები, ორივე მხარის წარმომადგენლები. ესე მოხდება, ჩვენ მათ ხმას გავიგებთ. ამ პარლამენტის კედლები შუშის არის. მათ სახეებს ჩვენ დავინახავთ. უფრო მეტიც გეგმა არის, რომ საერთოდ აი ეს უკან ნაწილი მოიხსნას, ჭერიც მოიხსნას და ყველა მხრიდან გავჩერდეთ.
რაც შეეხება რათა პოლიტიკური ელიტა ყოველთვის დაკავშირებული იყოს საზოგადოების ევოლუციასთან, რათა ეს ელიტა წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან ნაწილს და არჩეულ უმრავლესობას. პარლამენტის ქუთაისის გადმოტანა, მე მინდა ვთქვა ახალი უმრავლესობის გასაგონად, არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც როგორც ხელისუფლებას, ასევე ინსტიტუტების განვითარებას და დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას მიეცეს შესაძლებლობა ჩაერიოს და ჩაერთოს ამ ინსტიტუტების მუშაობაში. ეს პარლამენტი არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული ძველი პარლამენტის შენობისგან, რომელიც 1000 გორ უბედურებასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიაში. მაგრამ გარეგნულზე უფრო მეტად ეს არის სიმბოლო და ინსტრუმენტი იმ თანასწორობისა, რომელსაც ქართული საზოგადოება უნდა მიაღწიოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთდროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო და ინსტრუმენტი. უფრო მეტი ის დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, ქალაქის მერებს და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა. მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს თბილისის მოსახლეობა. პირდაპირ არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავცელდეს და ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირ წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში. დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ ჩვენი ინსტიტუტების განვითარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და მათი მდგრადი ფუნქციონების საუკეთესო ზრდა. ბატონებო და ბატონებო, იმედი მაქვს, ყოველ ჩვენგანს ესმის თუ რამდენად უნიკალური შანსი გვეძლევა. ვაჩვენოთ ქართულ ხალხს და მთელ მსოფლიოს, რომ ყველას გვამოძრავებს დემოკრატიული პრინციპები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ეს არის ერთობლივი განხილვის, დებატების და საქმის კეთების დრო. ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ-მინისტრს ივანიშვილს, პირაბიძინა ივანიშვილს მე პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა. როგორც პირადად ჩემი, ისე უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის მხრიდანაც. ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები. იგივე შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და ჩვენ საგარეო საფრთხეებისგან დაცვის საკითხებზე. მე ჩემს გუნდთან ერთად სურს ვემსახურო ქართველ ერთს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას. იმ ადამიანებზე ვაღლა, ვინც ახლა ამ დარბაზში ვიმყოფებით. ყველას მოგიწოდებ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს, რადგან ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობთ. მე მინდა თქვენ უპირისპირდება პირველი მოგესალმოთ ყველას, მივესალმოთ ბატონ ბიძინას, კოალიციის ლიდერს. მინდა მივესალმოთ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, მეუფე კალისტრას და თქვენ და სინოდის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს, ელჩებს. მე მინდა გავიხსენო, რომ 92 წელს მე წავაგე არჩევნები საქართველოს პარლამენტში, კენჭი ვიყრიდი, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი და მაშინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ივანე კიღურაძე, რომელიც ახლა წაიღო სხდომას და მაშინ ჩემთან ერთად მთავარი საარჩევნო ექსპერტი საქართველოს, რომელიც ყოველდღე გამოდიოდა მაშინ არსებულ ერთადერთ არხზე, იყო დავით უსუბაშვილი. დავით უსუბაშვილი იყო რესპუბლიკელ სიაში, მაგრამ არ შეხვდა ადგილი. ახლა ყველაფერი როგორ შეიცვალა. გარდა იმისა, რომ არჩევნები მაშინ ჩემთვის წაგებით დათავდა. ყველაფერი დაინჩე შეიცვალა. ახლა უბრალოდ ივანე კიღურაძე წაიღო სხდომას და დავით უსუბაშვილი ამ სხდომის შედეგად გაუძღობა პირველად საქართველოს პარლამენტში, შემოვა პირველად საქართველოს პარლამენტში და გაუძღობა საქართველოს პარლამენტის მუშაობას. ამიტომ მინდა მიულოცო მათ ეს წარმატება და მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი, შინაარსიანი მუშაობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. მინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ ჩვენთან მობრძანებისათვის. პატივცემულო კოლეგებო, დღის წესრიგი თქვენთვის ცნობილია. მოგესალმებათ, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პარლამენტის დროებითი ხმისდამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. ამ კომისიების შემადგენლობას, რომლებიც შეჯერებული არის პარლამენტში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, გაგვაცნობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ხარატიშვილი. ბატონი ზურაბი აგრეთვე არა, ჯერ მე უბრალოდ ვაცნობ გეგმას ბატონ ზურაბი. ამის შემდეგ ბატონი ზურაბი მოგვახსენებს ინფორმაციას პარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ. ამის შემდეგ დროებითმა ამის შემდეგ გამოცხადდება 1 საათიანი შესვენება, რათა პარლამენტის დროებითმა ხმისდამთვლელმა და სამანდატო კომისიებმა აირჩიონ კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები. ამავე დროს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემულ მასალებს. შემდეგ მოისმენ დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შესახებ. კენჭ უყრით დადგენილების პროექტს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ, რის შემდეგაც დავდებთ ქვეყნისათვის ერთგულების ფიცს. შემდეგ დავჭირდება 30 წუთიანი შესვენება, რათა პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ რეგისტრაციაში გაატაროს საპარლამენტო ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა. შესვენების შემდეგ ავირჩევთ პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარეების მოადგილეებს. ასევე დადგენილებით დავამტკიცებთ პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა წარმომადგენლობის კვოტებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს. ასეთ იქნება ჩვენი მუშაობის განრიგი. მოგეხსენებათ, რომ იგი განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ასევე გთხოვთ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული შესვენება 15 საათიდან 4 საათამდე დღეს არ გამოვიყენოთ და ვიმუშაოთ პირველი სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად. გთხოვთ ხელისაწევით დამიდასტუროთ თუ თანახმად ბრძანდებით, რომ დღეს არ გამოვიყენოთ რეგლამენტით განსაზღვრული შესვენება. მადლობთ. წინამდე ხო არ არის ვინმე? თავი ხო არ შეუკავებია? მადლობთ. ეხლა კი გთხოვთ გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება 5 წუთით. ბატონო. მოძებნე და შემოგვიერთდი Facebook-ზე. საძიებო ველში აგრიფე მეცხრე არხი. გადადი ოფიციალურ გვერდზე და დააჭირე ღილაკს მომწონს. აქ დაგხვდება ოპერატიულად განახლებადი ახალი ამბები, სიუჟეტები, გადაცემები და ანონსები. აქვე შეგიძლია უყურო პირდაპირ ეთერს
დაათვალიერო ფოტო და ვიდეო არქივი. გაეცნო ჩვენს ორგანიზაციაში არსებულ ვაკანციებს და გამოგზავნო აპლიკაცია. ჩვენი ინფორმაცია ზუსტი და სანდოა. ჩვენ ჟურნალისტები ვართ. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების განხილვა ვალმაგიდასთან პოლიტიკოსების გარეშე. ქრონიკული პრობლემების ახალი გამოვლენებები და შემდგომი გართულებები. ანალიზი და კომპეტენტური დასკვნა. მეცხრე არხზე, საღამოს 8 საათზე.